გამარჯობა. დღეს ერთად ჩავუღრმავდეთ თქვენს მიერ მოწოდებულ მასალას. ეს არის ამონარიდები თამთამელაშვილის ტექსტიდან შაშვი მაყვალი. კი ბატონო. აქ ვეცნობით ერთი ქალის, ეთერის, ერთი დღის ამბავს. ერთი, მაგრამ ძალიან დატვირთული დღის. ზუსტად. ეს დღე იწყება თითქოს ჩვეულებრივად, მაყვალის კრეფით, მაგრამ მალევე მოულოდნელად იქცევა მოვლენების ქარიშხლად. ქარიშხლად, რომელიც მთელ მის შინაგან სამყაროს აზანზარებს, ესე იგი. ხო და ვნახოთ აბა რა იმალება ამ ერთი შეხედვით უბრალო დღის მიღმა. დიახ, ეს ტექსტი მართლა კარგ საშუალებას გვაძლევს, რომ დავაკვირდეთ, როგორ მუშაობს ადამიანის ცნობიერება. როგორ ერევა ერთმანეთში ყოველდღიური რუტინა, ხო? მერე წარსულის მოგონებები, სიკვდილის შიში და უცებ სრულიად მოულოდნელად გაღვიძებული ვნება. კი, თან როგორი ვნება. ხო, და საინტერესოა, როგორ აისახება მერე ეს ყველაფერი ეთერის ფიქრებში და რაც მთავარია, მის ქმედებებში. ესე იგი, დილა იწყება იმით, რომ ეთერი მიდის მაყვალის აკრეფად და აქვე უკვე იწყება მისი ფიქრები. პირველივე დეტალი მოახლოებულ მენსტრუაციაზე ფიქრობს და იმ ძველ რწმენაზე, რომ თვიურიანი ქალის ხელი ნაცრიანია. რაღაცნაირად თითქოს სამ დროს ქალის ხელით გაკეთებული საქმე არ გამოდის, ან? კი, ეგეთი რწმენა. და მისთვის ეს თან ერთგვარი დასვენების საბაბიცაა. ხო, ეგ დეტალი საინტერესოა, როგორ უყურებს რა, თავის სხეულსაც და ამ ტრადიციებსაც. თითქოს იღებს ამას, მაგრამ თან პრაქტიკულადაც იყენებს. ხო, ზუსტად. და თან იქვე ჩანს მისი პრაქტიკული მხარეც, მაყვალის მურაბას რო ახსენებს. მისთვის ეს ზამთრის რთულ დილებთან გამკლავების სიმბოლოა, წინდახედულობაა. ხო, მაგრამ ეს წინდახედულობა და სიმშვიდე მალევე ინგრევა. კი. მდინარე რიონის პირას, სადაც მაყვალს კრებს, მიწა ეცლება ფეხქვეშ და პირდაპირ სიკვდილს უყურებს თვალებში. ეგ მომენტი უკვე აღარ არის რაღაც ფიქრების დარწმენების დრო. არა. ეგ არის მინდა წყლის ფიზიკური ბრძოლა გადარჩენისთვის. კი. და ტექსტი ამას ძალიან ძლიერად გადმოსცემს, როგორ ებღაუჭება ბუჩქს, ეკლებს, როგორ ცდილობს სხეულის ზემოთათრევას, მიწის გემო პირში. ეს არის, პირველ ყოფილი ინსტინქტი, სიცოცხლის წყურვილი, როცა უკიდურესი საფრთხეა. სხეული იბრძვის, გონება კი თითქოს, პარალიზებულია იმ მომენტში. და სიკვდილს რომ გადაურჩება, საინტერესოა მერე საით მიდის მისი ფიქრები სახლისკენ მიმავალი გზაზე. იწყებს ფიქრს, ვინ დაიტირებდა, როგორი პოვიდნენ, როგორი იქნებოდა მისი სხეული სიკვდილის შემდეგ. და იხსენებს იმ დამხრჩვალ გოგონასაც, ხო? კი, იხსენებს იმ გოგონას და ამ საშინელ ფიქრებშიც კი წარმოიდგინე მთავარი სადარდებელი რა აქვს საკუთარი გარეგნობა. ეგ არის, ხო? გაუპარსავი იღლიები, ნიფხავის სისუფთავე. კი, ეგ არის გასაოცარი, თუნდაც სიკვდილის პირას. ეს მომენტი ხო ძალიან ამძაფრებს იმის მარტობას. და კიდევ იმას თუ სხვისი აზრი, რა ღრმად აქვს გამჯდარი. ეს არ არის უბრალოდ შიში, ეს არის შიში იმისა თუ როგორ გამოჩნდება სოციუმის თვალში. სიკვდილის შემდეგაც კი. პარადოქსულია ნამდვილად. ძალიან ადამიანური ამავდროულად. და თითქოს ეს შოკი არ იყო საკმარისი, მაღაზიაში რომ ბრუნდება, მას აკითხავს დისტრიბუტორი მამაკაცი. რომლის მიმართაც, როგორც ტექსტიდან ჩანს, რაღაც ფარული ლტოლვა ჰქონდა. კი, იგრძნობა ეგ. და ამ ფონზე გადეტანილი შიში, სხეულის ეს პირველყოფილი რეაქცია სიკვდილზე მათ შორის უცებ ვნიბიანი სცენა ვითარდება. შენი აზრით, ეს უბრალოდ შემთხვევითობაა? ნაკლებად სავარაუდოა, რომ შემთხვევითობა იყოს. უფრო იმას გავს, რომ სიკვდილთან ასეთმა სიახლოვემ რაღაც ტრიგერივით იმუშავა, რაღაც გააღვიძა მასში. ხო, რაღაც გატხეხა თითქოს. კი. სხეული, რომელიც წუთის წინ სიცოცხლეს ებღაუჭებოდა, ახლა თითქოს სიცოცხლის დამტკიცებას ცდილობს. ოღონდ სულ სხვა ინტენსიური ფორმით. ეს არის, როგორ თქვა, თითქოს სიკვდილზე გამარჯვების სხეულებრივი ზეიმი. ძალიან კონტრასტული მომენტია. და ძლიერი. ამის შემდეგ კი ეთერი სრულ შინაგან ქაოსში ვარდება. აბარა? შიში, სირცხვილი, დაბნეულობა.
ყველაფერი ერთად ეუფლება, ცდილობს მომხდარს რაღაც ახსნა მოუძებნოს, თავი დაარწმუნოს, რომ ეს შეცდომა იყო, მომენტალური სისუსტე და უნდა დაივიწყოს, დაუბრუნდეს ჩვეულო ცხოვრებას. აქ უკვე აშკარად იკვეთება ის კონფლიქტი, ხო? საზოგადოების მიერ თავს მოხვეული არლიყებს შორის, პატიოსანი ქალი, შინაბერა და მის საკუთარ აქამდე შეიძლება დათრგუნულ, გაუცნობიერებელ სურვილებს შორის. ცდილობს კონტროლის დაბრუნებას. კი, ცდილობს დაიბრუნოს კონტროლი, მაგრამ მომხდარის კვალი უკვე ვეღარ წაიშლება. აშკარაა, რომ ამ ერთმა დღემ რაღაც შეუქცევა და შეცვალა მის შიგნით. და დღის ბოლოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა ბავშვობის მეგობარ ლელას ხვდება. აჰა, ლელა. ლელა, რომელიც მისთვის ოდესღაც სილამაზის ეტალონი იყო, ახლა შეცვლილია, ცხოვრებისგან დაღლილი ჩანს. და ეს შეხვედრაც აიძულებს ეთერს, რომ საკუთარ ცხოვრებას არჩევან სხვა თვალით შეხედოს. ლელა ხო რაღაცნაირად სარკესავით გამოდის მისთვის. ის ხედავს ქალს, რომელმაც თითქოს სწორი გზა აირჩია. საზოგადოების თვალში გათხოვდა, შვილები ყავს, მაგრამ ბედნიერი არ ჩანს. ხო, აშკარად არ ჩანს, ბედნიერი. და ლელასის პირდაპირი კითხვა: არ გათხოვდი გოგო? და მერე ეთერის შინაგანი რეაქცია ამ კითხვაზე კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ სოციალურ წნეხს და მის შინაგან ბრძოლას ამ წნეხთან. მაშ, მოკლედ რას გვიჩვენებს ეთერის ეს ერთი, მაგრამ ასეთი დატვირთული დღე? ეს არის ამბავი იმაზე, თუ როგორი თხელი და მყიფეა ზღვარი სიცოცხლესა და სიკვდილს შორის, ან მოწესრიგებულ რუტინასა და შინაგან ქაოსს შორის. ნამდვილად. და იმაზე, თუ როგორ შეუძლია ერთმა მოვლენამ, ერთმა იმპულსმა სულ თავდაყირა დააყენოს წლობით ნაშენები კომფორტის ზონა. ნამდვილად. ეს ტექსტი გაფიქრებინებს, ხო? აი როგორც ცვლის სიკვდილის პირას მისვლა ეს ტრაუმული გამოცდილება ადამიანის აღქმას. და რა იმალება ხოლმე გარეგნული სიმშვიდის, მოწესრიგებულობის მიღმა რა ხდება მაშინ, როცა დათრგუნული სურვილები, შიშები, მოთხოვნილებები აი ასეთი ძალით იღვიძებს. და საინტერესო როგორ გამკლავდება ამას ეთერი, ამ ახალ რეალობას, ამ დღის სიმძაფრეს. და შენთვის მსმენელისთვის საინტერესოა თუ ყოფილა შენს ცხოვრებაში მომენტი, როცა ერთმა მოვლენამ ან ერთმა შეგრძნებამ შენი აწყობილი ნაცნობის სამყარო ასე კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.